1951 წლის 3 ნოემბერს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანის კაბინეტში ტელეფონის სარი გაისმა. ხაზზე იყო იოსებ სტალინი. მან ყოველგვარი შესავლებისა და მისალმებების გარეშე პირდაპირ დაუსვა შეკითხვა ჩარკვიანს. Какой человек барами? Звезд с неба не хватает, но работник он неплохой. Вы его не знаете. И Сталин пасух. За вашей спиной он бог весь чем занимается. Худо будет, товарищ Чарквянин. Это склада урмини дакит. Амсаубридан რამდენიმე თვის შემდეგ Чарквიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზად ის დასახელდა, რომ მან ვერ გამოიჩინა სათანადო სიფხიზლე და ვერ შენიშნა თუ როგორ ეწეოდნენ თანამდებობის პირები მის ზურგს უკან მეხთამეობას და მეტიც, როგორ შექმნეს მათ კულტურულ პრინციპზე მოქმედი ანტიპარტიული ჯგუფი. სინამდვილეში არარსებული ჯგუფის წევრები დააპატიმრეს. მათ წელიწად ნახევრის მანძილზე გამოიარეს ყველა ის ჯოჯოხეთური წამება, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირში თან ახლდა პოლიტიკური საქმეების გამოძიების პროცესს. ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს მოვლენა მეგრელთა საქმის სახელით შევიდა. თავად კანდიდ ჩარკვიანი რეპრესირებული არ იყო, თუმცა მისი გამუდმებული ლანძღვა ქართულ პრესაში მთელი წლის მანძილზე სტალინის გარდაცვალებამდე და საქართველოში პარტიული ხელმძღვანელობის შეცვლამდე ნორმად იყო ქცეული. კანდიდ ჩარკვიანმა 1994 წლამდე იცოცხლა. იგი მოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლას და საქართველოს დამოუკიდებლობას. ცხოვრების ბოლო წლებში კლავინდებურად გერმანულიდან თარგმნიდა თავის საყვარელ პოეტს ჰაინრიხ ჰაინეს, სრულყოფდა მემუარების მეორე ტომს და ძალიან ძაფრად განიცდიდა მეუღლის თამარ ჯაუშვილის დაკარგვას. და მაინც კანდიდ ჩარკვიანის ცხოვრების მთავარი ეპიზოდები მიეკუთვნება წინა საუკუნის პირველ ნახევარს. იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყველაზე დიდ იმპერიას მართავდა იოსებ ჯუღაშვილი. მის ნებასურვილს და დირექტივებს კი ყველაზე კარგად აღასრულებდა ლავრენტი ბერია. ქართველები კრემლში. სიტუაცია მართლაც რომ უნიკალური იყო. და ალბათ აღარ აზროს გამეორდა. ის ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს. ის ვინც აკონტროლებს აწყოს, აკონტროლებს წარსულს. ჯორჯ ორველის ესაფორიზმი განსაკუთრებით ერგება ტოტალიტარულ სისტემებს, სადაც მუდმივად ხდება ისტორიის გადასხვაფერება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით. წარსულის პიროვნებების როლი განიცდის მუდმივ ტრანსფორმაციას. აი მე მაგალითად კარგად მახსოვს, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, ორჯერ ვისწავლეთ შამილი. პირველად როგორც გმირი პატრიოტი, მეორედ კი როგორც ინგლისის ჯაშუში. რადიკალური ტრანსფორმაცია მოხდა სხვადასხვა, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწეების შეფასებებში. ისეთების როგორიცაა ილია ჭავჭავაძე, ლაჟა ფშაველა, ცნობილი ლინგვისტი ნიკო მარი და წარმოიდგინეთ მაშინ მომქმედი კომპოზიტორების მიმართაც. მემხედველობაში მყავს დიმიტრი შოსტაკოვიჩი და სერგეი პროკოფიევი. ეპოქა, რომელსაც ეძღვნება გადაცემათა ეს სერია, დღევანდელობასთან შედარებით გაცილებით უფრო მწირია საჯაროდ გაჟღერებული აზრების და განსხვავებული წყაროების თვალსაზრისით. ერთი ადამიანის მიერ დანახული საკუთარი ეპოქა ყველა შემთხვევაში საინტერესოა, მაგრამ მაშინ, როცა წყარო ძალაუფლების პირამიდის მაღალ საფეხურზე მდგომი პოლიტიკოსია,
მის მიერ გადმოცემული სურათი განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს. განიჩ ჩარკვიანი ხელმძღვანელობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს 1938 წლის შემოდგომიდან, ესე იგი იმ დროიდან, როდესაც სტალინმა ბერია მოსკოვში წაიყვანა, 1952 წლის აპრილამდე. ქონდა თუ არა საქართველოს რაიმე პრივილეგიები იმის გამო, რომ სტალინი ქართველი იყო. ამ და მრავალი სხვა შეკითხვით მე მივმართე მამაშემს განიჩ ჩარკვიანს ჯერ 1999 წლის ზაფხულში, შემდეგ კი 1991 წლის თებერვალში. რადგანაც მიმაჩნდა, რომ იგი ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი იყო, რომელიც რეგულარულად ხვდებოდა სტალინს საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. და სწორედ აი ეს ორი ინტერვიუ, ერთი ჩაწერილი პატარა რეპორტიორის მაგნიტოფონზე, მეორე კი ვიდეო კამერაზე წარმოადგენს ჩვენი 5-ნაწილიანი სატელევიზიო პროგრამის ინფორმაციულ საფუძველს. ჩემი შეხედულებით საქართველოში არ არის ვინმე ისეთი პიროვნება, რომელიც სტალინთან დაახლოებული ყოფილიყოს ისე, როგორც მე ვიყავი. რასაკვირველია, დაახლოება არ ნიშნავს მეგობრობას. ამაზე მე პრეტენზიას არ ვაცხადებ. მაგრამ მე სტალინს ძალიან ხშირად ხვდებოდი. ხვდებოდი ყოველგვარ პირობებში. ოჯახურ პირობებში, სამსახურში რასაკვირველია, აგარაკზე, მოსკოვში. აგარაკი მე მხედველობაში მაქვს შავი ზღვის სანაპირო, სადაც სტალინი ომის შემდეგ თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა. მე როცა მქონდა შემთხვევა და მივდიოდი, ვიყავით მარტო. საუბრობდით საქართველოს საკითხებზე მეტწილად და ხანდახან კი ზოგად საკითხებზე. რასაკვირველია, მე მას აღვიქვამდი როგორც ქართველს პირველ რიგში, მაგრამ ქართველს, რომელიც ძალიან მაღალ საფეხურზე იყო ასული და განაგებდა ქვეყანას, სადაც ქართველები გადამწყვეტ როლს არ თამაშობდნენ. სტალინი თავის თავს განიხილავდა როგორც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელს. მას უნდა ჰქონოდა ერთნაირი დამოკიდებულება ყველა ხალხების მიმართ. ასეთი იყო ჩემი შეხედულება და ჩემი დაკვირვებებით ასედაც ხდებოდა. საქართველოს განსაკუთრებული პრივილეგიები არ ჰქონდა. თუ პრივილეგიად არ ჩავთვლით იმას, რომ საქართველოს ხელმძღვანელები შეიძლება სტალინს უფრო ხშირად ხვდებოდნენ, ვიდრე სხვა რომელიმე რესპუბლიკის ხელმძღვანელები. უშურგლე ხური წითელი არმიის ქართული ნაწილების მებრძოლთა, მეთაურთა, პოლიტიკურთა მეუღლესთა შემადგენლობამ გამავალეს მე გადმოგვცეთ მხედრული სალამი ძვირფასო ამხანაგო სტალინ. ჩვენი ქართული ნაწილები დღეს ზეიმობენ თავისი არსებობის 15 წლის თავს და 15 წელს შესვლა მის შემდეგ, რაც ამხანაგ ლენინის პირადად ჩვენი ამხანაგო სტალინ სერგო ორჯონიკიძის და ორაშილოვის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა და გაიზარდა ჩვენი ქართული ნაწილების წითელი არმია. საქმიანი საუბარი, ესე იგი, იმ საკითხების გარშემო, რომელსაც მე ვაყენებდი, სამეურნეო პოლიტიკურ საკითხებს. წარმოებდა რუსულად. ეს გასაგებია, იმიტომ რომ სტალინს უჭირდა ქართული ტერმინოლოგიის მოძებნა შესატყვისებისა იმ აზრებისა, რომელიც მას საერთოდ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენას ის სავსებით მთლიანად ფლობდა. სალაპარაკო ენას და წერითაც წერდა ძალიან კარგად. წერილები ხომ არის დარჩენილი მისი ამხანაგების მიმართ. განსაკუთრებით პეტრე კაბანაძის სახელზე გამოგზავნილი რამდენიმე წერილი. მისი ასლები მე მაქვს. ამ წერილებში არ იგრძნობა სრულიად, რომ რაიმე სტალინს უჭირდა ქართულად გამოეთქვა. საქართველოს ამბებს იკითხავდა, ეს როგორ არის, იქ რა მდგომარეობაა, მეურნეობის ის დარგები, რომელიც მას აინტერესებდა, რა მდგომარეობაში არის. მეტწილად ეს ქართულად იყო ლაპარაკი. სტალინი ძალიან უფრთხილდებოდა საერთოდ საუბრის დროს ვინმე ისეთ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინა, რომ უხერხულად ეკრძნო თავი. ამიტომ როგორც კი დაუწყებდი ქართულად ლაპარაკს სხვების თანდასწრებით, მაშინ ვიტყო და ილაპარაკე რუსულად იყო. Говорите на общепонятном языке. სტალინმა სტუმრის განსაკუთრებული რიტუალებით შეხვედრა არ იცოდა.
მისგან ვერ გაიგონებდი, როგორ ბრძანდებით, როგორ იმგზავრეთ და ასე შემდეგ. შეხვედრა იყო უბრალო. ხელს ჩამოგართმევდა და მაშინვე დაგიწყებდა ლაპარაკს იმ საკითხზე, რომლის გამოც იყავით ჩასული. ისეთი რამ, რაც ემსახურებოდა მხოლოდ თავაზიანობას და არ ეხებოდა საქმეს, სტალინის ლექსიკონში არ ფიგურირებდა. მახსოვს ჩემს ადრეულ ბავშვობაში ბაბაჩების სამუშაო მაგიდაზე წიგნები მუდამ იცვლებოდა, მაგრამ იყო ერთი სქელტანიანი ფოლიანტი, რომელიც არასდროს იცვლიდა ადგილს. ეს იყო მარქსის კაპიტალის გერმანული გამოცემა. მართალია, კანდი ჩარკვიანი არ მიეკუთვნებოდა ბოლშევიკების პირველ თაობას, მაგრამ იგი მთლიანად ფლობდა მარქსიზმის თეორიას და ამ იდეოლოგიის გულისჩებოდა სიცოცხლის ბოლო დღემდე. ჩემი ცდილობები, რომ რაღაც კეთილად განმეწყო იგი დასავლური ლიბერალიზმის მიმართ, უშედეგო იყო. ჩვენ ძალიან ცხარეთ კამათობდით და ხშირად ნანობდი ხოლმე, რომ გული ვატკინე. მაგრამ იყო ერთი საკითხი, რომლის მიმართ, ესე იგი, კანდი ჩარკვიანი, ისე როგორც მრავალი სხვა ქართველი კომუნისტი, არიჩენდა ჯეროვან ორთოდოქსულობას. ეს იყო ეროვნულობა. ქართველობის შენარჩუნების პერსპექტივა რასაკვირველია მთავარი იყო ჩემს მუშაობაში. რასაკვირველია, ვუყურებდი ამას ისე, რომ საქართველო არის და იქნება მუდამ და ქართული ხალხი იქნება და მას არც გადაგვარება მოელოდა და არც გარუსება, ასიმილაცია. ეს ჩემი შეხედულებებით გამორიცხული იყო. სხვათა შორის ამაში ისიც მარწმუნებდა, რომ ქართული კულტურა ძალიან ჩქარა ვითარდებოდა. ჩქარი ტემპით ვითარდებოდა საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში. ასე რომ, რაიმე ეჭვი არასოდეს არ მქონია იმაში, რომ ქართულ ხალხს მომავალი არ აქვს. და თქვენ სკოლაში, ქართულში რატომ შეგიყვანეთ? იმიტომ რომ მე მინდოდა, რომ თქვენ პირველ რიგში გწოდნოდათ ქართული ენა, საქართველოს ისტორია და ყოფილიყავით დაკავშირებული ქართულ სამყაროსთან. საუბარი როცა მქონდა სტალინთან, ის ყოველთვის იმ აზრს გამოთქვამდა, რომ არავითარი ერთი ენის ჩამოყალიბება არ შეიძლება, რომ ენები დარჩებიან. ასეთი იყო მისი აზრი და შეხედულება. იყო ხანდახან, მართალია ამას ჰქონდა რაღაც იდეალური ხასიათი, მოითხოვდა, რომ პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელ ორგანოებს ემუშავათ ადგილობრივ ენაზე. ესე იგი, ეროვნული საკითხი ამნაირად წყდებოდა ცენტრალურ კომიტეტებში. ერთხანობაზე ჩვენ ამას ვაკეთებდით კიდეც. ერთხანობაზე კი არა შემდეგაც, მაგრამ სულ თანმიმდევრული ამ საქმეში ჩვენ არ ვიყავით. თვითონ მუშაობა წარმოებდა მაინც რუსულ ენაზე. არსებობს კიდევ საზოგადოებრივი აზრი. ამაზე ყველა ფიქრობს, რა თქმა უნდა, თავისებურად. როცა გამოვიდა სტალინის ნაწერების კრებული, პირველ ტომში არის მისი სურათი და სურათს ხელმოწერა ახლავს რუსულად. მე ვთხოვე ეს გაგვეკეთებინა ქართულად. არაო, მიპასუხა. მაშინ ყველა რესპუბლიკამ თავის ენაზე უნდა გააკეთოსო. მე ეს არ შემიძლიაო. მაშინ უზბეკურად უნდა მოვაწერო ხელი და სომხურადო. მიუხედავად იმისა, თუ რას ეტყოდა სტალინი კანდი ჩარკვიანს, ან რომელიმე სხვა ქართველს, კერძო საუბარში, საჯარო ასპარეზზე იგი სიფრთხილეს იჩენდა და არაფრით ამჟღავნებდა თავის ქართველობას. გარდა აშკარა აქცენტისა, რომელიც ახასიათებდა მის სხვა მხრივ ძალიან გამართულ იდიომატურ რუსულს. დესტალინიზაციიდან დაწყებული დღემდე, სწორედ მისი ქართული აქცენტის გაშარჟება იქცა კინოს და თეატრალური რეჟისორებისათვის სტალინის თითქოს და ორიგინალთან მიმსგავსებული სახის შექმნის მთავარ იარაღად. Есть исключена возможность, что именно Россия является страной, полагающей путь социализма. ამგვარი კომიკური ნიღბის შექმნით, ამ ნაწარმოებთა ავტორები მთლიანად უგულებელ ყოფდნენ სტალინის რთულ, არაორდინალურ და წინააღმდეგობრივ ხასიათს. პერესტროიკის წლებში, როცა ჟურნალ „აგონიოკის“ რედაქტორი ვიტალი კოროტიჩი ძალიან აქტიურობდა და განურჩევლად ყველაფერზე წერდა, მათ შორის სტალინზეც, ერთმა რუსმა კონსერვატიულმა პოლიტიკოსმა ვფიქრობ, მართებულად შენიშნა. სტალინი მართლაც ბოროტ ძალას წარმოადგენდა, მაგრამ მის შესახებ შექსპირი უნდა წერდეს და არა კოროტიჩიო. ვფიქრობ, არც ისაა სწორი, როცა სტალინი ყოველგვარ იდეოლოგიას მოკლებულ ცინიკოსად გამოყავთ.
რომლის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა იყო ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისაკენ მანიაკალური სწრაფვა. მას ჰქონდა იდეოლოგია და ეს იყო მარქსიზმი, რომლის პოპულარიზაციას მასზე კარგად ვერავინ ახერხებდა. ბოლომდე ორთოდოქსალური, თუმცა არც იგი იყო. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებულ ბანკეტზე სტალინმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც ქათინაურებით შეამკო რუსი ხალხი და განსაკუთრებული თვისებების მქონე ერი უწოდა. ანუ გამოჰყო იგი მსოფლიოს სხვა ხალხებისაგან. კлауს ჯორჯ ორველს რომ დაუბრუნდეთ, პროლეტარული ინტერნაციონალიზმის ქადაგებელ სტალინს ასე გამოუვიდა, თითქოს ყველა ერი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ერი კიდევ უფრო თანასწორია, ვიდრე ყველა დანარჩენი. Великая благодарность великому русскому народу. ფაშიზმზე გამარჯვების ეიფორიის ფონზე ამგვარი გადაჭარბებული შეფასება გასაგებია. რუსმა ხალხმა ხომ მართლაც მისცა იოსებ ჯუღაშვილს მისი ნიჭისა და მრავალი სხვა თვისებების აქტუალიზაციის სრული საშუალება. 1951 წლის ზაფხულში სტალინი აქ, ლიკანში რამდენიმე დღეს გაჩერდა. კანდი ჩარკვიანმა მას თხოვა ამდენი ხნის უნახავი გორი და თბილისი მოენახულებინა. სტალინი არ დათანხმდა. ვთხოვე რომ წამოსულიყო და თბილისი ენახა. 36 წელი თბილისში არ იყო ჩამოსული. არა, ვერ წამოვალო მითხრა. რატომ? ამხანაგო სტალინ, რატომ არ შეიძლება რომ წამოხვიდეთ მეთქი? ვერ წამოვალო, იმიტომ რომ თქვენთან რომ წამოვიდე, ყველა რესპუბლიკების სატახტო ქალაქებში ეცუნა ჩავიდე მერეო. ამას უყურებენო, ანგარიშობენო. ხო და ჯობს რომ არ წამოვიდეო და უარი თქვა წამოსვლაზე. ამიტომ ის აქ არ ჩამოსულა. არ ჩამოსულა გორშიაც, თუმცა გადმომცეს გამოსულა ბორჯომიდან და დაახლოებით მალხაზის წვერი ქვია, გორსა და ხაშურის შუაა ის მაღლობი. იქამდე მოსულა და მერე ისე უკან დაბრუნებულა. ვერავინ ვერასდროს გაიგებს, რამ შეაკავა სტალინი თავისი მშობლიური ქალაქისა და იმ სახლის მონახულებისაგან, რომელშიც დაიბადა და გაატარა ბავშვობა. რა არგუმენტი მოიშველია მან თავისი ბუნებრივი სურვილის წინააღმდეგ? ნუ თუ ის, რომ წარსულთან შეხვედრა ყოველთვის სევდიანი და უიმედოა. მამაჩემთან საუბრისას სტალინი ხშირად იხსენებდა ბავშვობას. ერთი იყო რომ სტალინს მაინც თავის ოჯახზე და ლაპარაკი არ უყვარდა და თავის ბავშვობაზე, მაგრამ მაინც იგონებდა ბავშვობის დღეებს და რატომღაც ყოველთვის ეს მოგონებები ეგრადაშვილის ოჯახთან მაინც იყო დაკავშირებული. მშობლებს იხსენებდა. დედას დიდი სიმპათიით იგონებდა და ეს სწორიც იყო, რადგან დედა ზრდიდა. მამა კი თითქმის გალოთებული იყო და ოჯახს საერთოდ ნაკლებად აღწევდა ყურადღებას. სტალინს ბავშვობიდანვე შესანიშნავი ხმა ჰქონდა. ალტი ჰქონია. ალტი საუკეთესო ხმაა, ამიტომ ეგზარხოსის ხოროში აღმოჩენილა. სემინარიელი იყო და ეგზარხოსის ხოროში გალობდა. 5 მანეთს აძლევდნენ ამ გალობისთვის. გარდა ამისა, სტიპენდიაც ჰქონია 5 მანეთი. ესე იგი, თუმანს ღებულობდა. მაშინდელი თუმანი კი საწყალი ხალხისთვის დიდი ფული იყო. ეს ამბავი იცოდა მამამისმა. ერთ დღეს გამომეცხადა საერთო საცხოვრებელშიო. აი ახლა სადაც ხელოვნების მუზეუმია. მოვიდა და გამომიძახავა. გამოვედი. შევხედე მამაჩემი არისო. მომეცი ფულიო. ფული და სამშობლოს უნდა წავიდეო. ის საერთოდ დადიოდა. საქართველოში სადაც ნახავდა რაღაც პატარა სამშობლოს წაიმუშავებდა და მე როგორც ლოთში შვებია და დალებდა იმ ფულსა და კიდევ სხვაგან წავიდოდა. მე ვთქვიო, ფული არა, საერთოდ მოხსენ ფული. ნუ ხარ დედა შენი კრიჟანგია მითხრა. ახლა მომეცი ფული. მე ვთქვი, ცოტა მოზდილი ვიყავ ბაში უკვე. ნუ ხარ მოხმაურობა. უკვე თორე ახლა დარასო დაუძახებ და გაიყვანება დაკედანო. ხო და ეს ვთქვი, აი ფიქრ არ არის აი. ხეირი არაფერი არ გამოვა. ადი გადაგი გინებით წავიდა. ეს იყო მათი უკანასკნელი შეხვედრა. მღვდელი ჩარკვიანი მათ მეზობლად ცხოვრობდა. კარგი მეგობრობა ჰქონდათ და ეს მეგობრობა ნაწილობრივ სმაზეც იყო დამყარებული. ასე ხდებოდა მეტწილად შაბათ საღამოს, როცა ის მღვდელი ლოცვას მორჩებოდა, წამოვიდოდა და გამოუვლიდა მამაჩემსო.
ეტყოდაო, აბა ბესო, წავიდეთ ახლა იქ, სადაც საჭიროაო. ბესო დაკეტავდა ამ თავის პატარა დუქანს და წავიდოდა მღვდელთან ერთად. ღამე კი დაახლოებით შუაღამისას ხელი-ხელ გადახვეულნი მოდიოდნენ სიმღერ-სიმღერითო. უფრო მეტად ღეროდნენ არეულადო და ერთმანეთს პროშტიდნენო, კოცნიდნენ ერთი მეორესო. ველიობდებოდო საპოჟნიკი კი ხარ დესო, მაგრამ შესანიშნავი საუცხო კაცი ხარ. ისიც ეუბნებოდა, ხუცესი კი ხარ, მაგრამ კაი კაცი ხარ. ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ. ამ მღვდელს ჰყავდა შვილები. უფროსს ერქვა კოტე, ის სემინარიაში სწავლობდა თბილისში და თურმე მანაც სწავლა წერა-კითხვა სტალინს. ჩემს დაწინაურებაში ამან უსათუოდ ითამაშა როლი. ვასო ეგნატაშვილმა მითხრა, რომ სტალინს უკითხავს, ეგ ჩარკვიანი გორიდან ხომ არ არისო. ეგნატაშვილთან მე ძალიან კარგ ურთიერთობაში ვიყავი. ის ჩემზე ცუდს არ ეტყოდა. მისი შეხედულებით მე სულ არ გავდი იმერელს, შენ ნამდვილი ქართველი ხარო მეუბნებოდა. ეს ამბავი ეგნატაშვილმა მითხრა, მას შემდეგ რაც მესამე მდივნად ამირჩიეს. როგორც ჩანს, მაშინ სტალინმა ყურადღება მომაქცია. ასე რომ არ ყოფილიყო, მესამე მდივნად არ ამირჩევდნენ, რადგან ბერია ცუდად მიყურებდა. 1937 დეკემბერში ცეკას ყველა განყოფილების გამგე აერჩიეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ჩემსა და კვირკოლიას გარდა. ბერიას ვატყობდი. ამიხირდებოდა ხოლმე ისეთ საკითხზე, რომელიც არ იყო ასახირებელი. ისეთ მდგომარეობაში ჩამაყენა, რომ ვიფიქრე წასვლაზე, მაგრამ წასვლა და დაჭერა ერთი იქნებოდა. წასვლა მინდა რომ მეთქვა, ბერია შეგიქმნიდა საქმეს და დაგიჭერდა. შემდეგი წლის თებერვალში ამირჩიეს მესამე მდივნად. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ეტყობა სტალინთან საუბარი შედგა. ამის შემდეგ გამეხსნა გზა პირველი მდივნობისაკენ. რახან ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა ქართველი კომუნისტების ეროვნულ საკითხებში არაორთოდოქსულობა, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია შევეხოთ ერთ საკმაოდ უხერხულ საკითხს, რომელზეც საუბარსაც ერიდებიან ისტორიკოსები და კიდევ უფრო პოლიტიკოსები. ეს გახლავთ კუთხური ნაციონალიზმის თემა. კუთხური ნაციონალიზმისა, რომლის გამოვლინებები საქართველოში ყოველთვის იჩენდა თავს ყველა ეტაპზე და თქვენ წარმოიდგინეთ ყველა დონეზე. და მეცაც ვიტყოდი მსოფლიო პროლეტარიატის, პელადის, სტალინის დონეზეც კი. ყოველ შემთხვევაში ასეთ დასკვნამდე მიდის კანდი ჩარკვიანი, როდესაც იგი ცდილობს გაიგოს, თუ რაში მდგომარეობდა იდეა სტალინისა, როდესაც მან შესთავაზა საქართველოს, რომ ქვეყანა გაეყოთ ორ ოლქად, თბილისის და ქუთაისის ოლქებად. საქმე ისაა, რომ თანამდებობები ცენტრალურ ორგანოებში მეტწილად ეჭირათ იმერლებს, გურულებს, მეგრელებსა და ასე შემდეგ. მაღალი თანამდებობის პირები აღმოსავლეთ საქართველოსდან ნაკლებად იყვნენ. ეს აწუხებდა სტალინს. თან მას ახელებდნენ მისი გორელი მეგობრები, მათ შორის ვასო ეგნატაშვილიც. ამიტომაც ერთ-ერთი ლაპარაკის დროს მან ასე მითხრა: თქვენ ადმინისტრაციული დაყოფა მაინც და მაინც კარგი არ აგაქვთო. ოლქები რომ გქონდეთ, კარგი იქნებაო. ხალხი იქ გაიზრდება, საოლქო აპარატი ქონა მხედველობაში. ამაზე ფულს გამოგიყოფთ, მოიფიქრეთ და გადაწყვეტეთო. წარმოუდგინე ასეთი პროექტი. თრისი ცალკე, კახეთის ოლქი ცალკე, გორის ოლქი, ქუთაისის ოლქი, ფოთის ოლქი და ავტონომიები. დამეწუნა. ფოთის ოლქი რა არისო? მე როგორ შეიძლება თბილისის გამოყოფა? თბილისი ხომ ქართლიაო. თბილისის გამოყოფა ქართლიდან ძალიან არ მოეწონა. მოდი ასე მოვიქცეთო, მითხრა. დავყოთ საქართველოს ორ ოლქად, თბილისის და ქუთაისის. ეს ხომ ორი გუბერნიაა მეთქი, რევოლუციამდე რომ იყო და ხალხს იმ ავადსახსენებელ დროს მოაგონებს. კამათი აღარ გავაგრძელე, რადგან მივხვდი, რომ სტალინისათვის მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დასავლეთის საქართველოს როგორმე ადმინისტრაციულად გამოყოფოდა აღმოსავლეთს. ეგონა, რომ ამგვარი გამოყოფით იქ მოსახლეობას დავამაგრებდით. ეს იმათი ბრალია, ვინც ეუბნებოდა, რომ დასავლეთიდან მოდიან და ახალ თანამდებობებს იგდებენ ხელში. სუბტროპიკული ინსტიტუტი ქუთაისში გადაგვატანინა. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ კადრები, განსაკუთრებით კი პარტიული კადრები, გამაგრებულიყვნენ დასავლეთში და შეჩერებულიყო მათი მიგრაცია თბილისის მიმართულებით. ამას შენ გეუბნები, რადგან მეტი ამას ვერავინ გაიგებდა. შეიძლება კიდევ იმად გაეგოთ, ვინც მას რჩევებს აძლევდა. სტალინის მანთან ექნებოდა ლაპარაკი.
სამწუხარო იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, რადგან ამ პატარა ქვეყნის დაქუცმაცება რა შედეგებს მოიტანდა ვინ იცის. ვფიქრობ არ შევხსნები თუ ვიტყვი, რომ საბჭოთა კომუნისტებს, ისე როგორც მათ აღმოსავლეთ ევროპელ კოლეგებს, ყველაზე უფრო უჭირდათ მარქსიზმიდან მიეღოთ ამ დოქტრინის კოსმოპოლიტური, ასე ვთქვათ, მასონური კომპონენტი. და მიუხედავად საერთაშორისო კლასობრივი სოლიდარობის პრიმატის აუცილებლობისა, ისინი მაინც ნაციონალისტებად რჩებოდნენ. და ზოგ შემთხვევაში, როგორც ვნახეთ, სულაც კუთხურობას ანიჭებდნენ პრიორიტეტს.